სინდისის პატიმრის ნიკა კაციას დედა მარინა აბციაური. დავიწყებ იქიდან რომ ნიკა ბავშვი არ ყოფილა. აი იყო პატარა კაცი. ნუ აი რო არ ჩანს მიწაზე და ჩამოყალიბებული სერიოზული ჰიპერაქტიული იმ გაგებით ვამბობს საბავშვო ბაღის ასაკიდან ეს ორგანიზატორული ნიჭი გამოიჩინა, იქ ხო არის პატარა ზეიმებს აწყობდნენ ლექსები, სიმღერები ცეკვა, ამან ყველას იცოდა. ძალიან აქტიური იყო. ასე გაგრძელდა შემდეგაც სკოლის ასაკს გულისხმობ. მოძრავი კი იყო, აქტიური იყო, მაგრამ აი უფრო კითხვა, სწავლა, საქმიანობა თუ შეიძლება ასე ვთქვა სკოლაში, წრეებზე იყო, იქ სკოლა იყო, მუსიკალურ სკოლა, სამუსიკო სკოლაში, მე-11 სკოლაში დადიოდა საბავშვო თეატრი კიბენკი სულ თვითონ მე მისთვის არ დამიძალებია და არ მახსოვს მარტო ნიკასთვის არა არც ერთი შვილისთვის მე თქواس დაჯეკი იმეცადინე ისე მადლობას მიხდის ერთ-ერთ წერილში რომ ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა შენ გვასწავლეს შენ მოგვეციო ამისი საშუალებაო და როცა ვიხსენებ მართლა თუ პროტესტი უჩნდებოდა რამეზე ვიმსჯელოთ აი ესეთი მიდგომა მქონდა და მე მსჯელობდი რატო მქონდა პროტესტი რატო თქვა რატო ფიქრობდა რომ ზედმეტად ან კაცრად ვექცეოდი აი ყოველთვის მსჯელობდი ისე რომ მისი აზრის გამოთქმის საშუალება ნიკას ყოველთვის ჰქონდა და ჩემს სამივე შვილს გამარჯობა ვიდრე მუშაობთ ან ვისვენებთ ვაქებთ თუ ვაკრიტიკებთ პოლიტიკოსებს ერთად გადავალოთ თვალი გასული კვირის მნიშვნელოვან თემებს და მიმოვიხილოთ ნიკას ინტერესი უფრო მსახიობობა უნდოდა აი მსახიობობა ეს სანამ აი მე ენკი-ბენკიში რო დადიოდა უფრო მიმართულება ქონდა რომ მე მსახიობი ვიქნები ეს ქონდა აი მე უკვე დამამთავრებელი კლასი აი მე-11 გულისხმობ აი მაშინ საუბარში როგორ ფიქრობ შენგან როგორი ჟურნალისტი აი კითხვის ფორმით ვიკითხე უბრალოდ მე არ ვიცი მაშინ რა გარდატეხა მოხდა ბაბუ ალბათ უფრო ბაბუამ გადაწყვიტა ბაბუა ზენონკაცია კი ზენონკაციას ყველა იცნობს და ბევრი დღევანდელ ტელევიზიაში ვინც კი ვარსკვლავია ყველა თითქმის კი არა ყველა მისი გამოზრდილია მისი მოწაფეა და მას ყველა იცნობს ყველა პატივს ცემს იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო აი მართლა რო უთხრა უფრო ბაბუას სიტყვა მე ალბათ ისე არ მომისმენდა უფრო აი გადაწონა ჭკუაში დაუჯდა ნიკამ თავისით გაიკაფა მიუხედავად იმისა რომ ასეთი ბაბუის შვილი იყო თავისით გაიკაფა გზა ბოლოს კი საზოგადოებრივზე მუშაობდა ორი გადაცემა დაუხურეს აი ეს GDS-ი მასამით დესანტივით რო გადასხეს საზოგადოებრივზე არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმის და თავის საქმეში იყო ძალიან მოსწონდა იმდენ ამაზე ობობასავით ქსელს ხლართავ მეთქი და ჩამოყალიბდი მე უთხარი ახლა ჟურნალისტი გინდა იყო წამყვანი გინდა იყო ნუ მუსიკა და ცეკვა მისი სტიქია იყო აი ძალიან უყვარდა ზები მაინც გავიდა თემთვალო ამარიდე კაცის ბოროტვას რამხნა მეცერთ კეთილწოდას შავიდე პრინციპში მასში ეს ბოგარი ხასიათი ეს ბავშვობიდან მოდის და ძალიან კარგად ახსოვს მიუხედავად იმისა რომ პატარა იყო ძალიან კარგად ახსოვს 9 აპრილი და ის ჩვენი აქტიურობა რომ მე ამ ორი პატარა ბავშვით მესამეზე ფეხმძიმედ 7 თვის ფეხმძიმე ვიყავ ჩვენ არ ვაცდენდით არც ერთ დღეს
იმ 8 აპრილსაც 9 აპრილი რო თენდებოდა ჩვენ ვიყავით იქ ილია მეორე რომ მოვიდა და მოგვიწოდა ჩვენ ჯერ კიდე იქ ვიყავით აი იქ ვიდექით უბრალოდ მე ისე მოხდა რომ მეც ვეღარ ვიდექი ბავშვებიც აღარ ჩერდებოდნენ უკვე ძილის ძალიან გადაუცდა ძილის რო და აი წამოვედით და მე მოხდა ის რაც მოხდა ეს ძალიან აი ისეთი იდგა იქ თითქოს ის ყველაფერი ესმოდა რაც იქ ხდებოდა თვითონაც იხსენებს აი ეს პერიოდი კიდე მინდა ვთქვა 9 აპრილის შემდგომ პერიოდზე ვამბობ ბებიამ წაიყვანა სოხუმში და ამას თვითონ იხსენებს მერე და 25 დეკემბერს არის ნიკა დაბადებული და ისე მოხდა რომ იქ ჩარჩნენ აი იქ აირია სიტუაცია სოხუმში 92 წელს გულისხმობ იქ აირია სიტუაცია და მაშინ იქ ვინ წაიყვანა იქ საპროტესტო აქციაზე არ ვიცი მაგდენი თვითონ ყვება მე იქო ვიდექიო და მეკავა ხელში ძირს სისხლიანი ხუნტა ანუ ეს გრძელდება ეს არ არის აი მარტო რუსული კანონი ეს მოდის მთლიანად ამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მე სულ ვიყავი ალბათ არც ერთი აქცია არ მაქვს გამოტოვებული სანამ საქართველოში ვიყავი და მე უკვე ის მომენტი მქონდა რომ ემიგრაციიდან წერიო ჩემს მაგირვათაც იდექი და აქედან ვიდეოებს მიგზავნი და რომ რაღაცა შენს მაგირვათაც ვყვირი ვარ ჩემს მაგირვათაც დავიცავთ და რაღაცაად სულ ეგ მიმოწერა მქონდა რომ რა ხდება ხო მანდა ხარ როგორ ახარ ამბავია ხო არ გარბევენ და მსგავსის და ანუ იმის თქმა არ მინდა დამავიწყოს რომ ეს ალბათ არც ოჯახიდან არ მოდის რაღაცა ანუ არავის უსწავლებია ჩვენთვის რომ ესე შეიძლება გიყვარდეს სამშობლო ესეთი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს შენთვის ქვეყანა ან მიმდინარე მოვლენები რაც ქვეყანაში ხდება ეს რაღაცა ბუნებრივად მოვიდა მერე უკვე აი ამ იმაში რომ ჩაერთო ხშირად გზის ფულიც არ ქონდა და იხვეწებოდა ვინმემ დამაფინანსეთ იმიტომ რომ გლდანი ეხლა და რუსთაველი არ არის ხო ძალიან მანძილი დიდია და იქიდანაც აი და ძალიან აქტიურად იყო და ისიც შექმნა ბოტებს ებრძოდა ტროლბოტებს დაარეპორტე კი არ მეშლება დაარეპორტე ჯგუფი დაარეპორტე და ძალიან აქტიურად მუშაობდა მე აი ამ ახლებთან ეს გაერთიანებული კოალიცია ახლები გირჩი ზურა ჯაფარიძის გირჩი ვინმე ისინი არის ფიქროს დროა და ძალიან აქტიურად ჩაერთო აქაც ისე უხაროდა როცა მიდიოდა ამ ღონისძიებების მოწყობაში ეხმარებოდა ფაქტიურად და ხმაც პირველ ერთ იმაზე იყო სხვა და მე უკვე სუნიკა ძალიან უხაროდა და თან თავის პროტესტსაც რაღაც აქაც თავისი პროტესტი წილი აქაც იყო მე ხედავდნენ აქციებზე, იმიტომ რომ ნიკა სულ აპროტესტებს 3 დეკემბერს დაიწყო, 3 დეკემბერს გადაწყდა ჩემი დაგავებაო. აშკარად სურათი გადამიღესო. გამოვდივარ მაღაზიიდან და ჩემი მეგობრისთვის მამა ქაესეთ პარკში. მოკლედ არაფერი, ანუ რაც ყველას მოქონდეს, არ მოვიწამლოთ და წინ მიდგას გედედეს, ანუ 3 თანამშრომელი და ანუ აი ეს მომქონდა, აი ნახეთ თავზე რაც უკეთია. ეს და აი ეს. კიდე ერთი ლეგიტიმური ეჭვი თქვა, საფუძვლიანი ეჭვი თქვა, როგორ ჩამოვაყალიბო. აი ეს მისმა გარეგნობამ. მე ვფიქრობ, რომ ამით აქციის გაშავება უნდათ, მაგრამ სულ სხვა ვიღაც შერჩათ ხელში. 7 დეკემბერი იყო მაგა ჩიხლაძე როცემეს და მისი ოპერატორი შეწირული. პოლიცია ადგილზე არ არის. საერთოდ კოლეგების მიმართ ძალიან სენსიტიური იყო. აი მძაფრად ყველა ანერვიულებდა იქ, მანამდე ბევრი რამე იხილა. მაგრამ დაიწყო როგავათი, გაგრძელდა გაფრინდაშვილით, აი გულწასული რო წამოყვა როგავასინაზეც კიდე და პიკი იყო ჩიხლაძე. აი ზუსტად იმ ღამეს დააკავეს ნიკა რო სანამ მოემზადა და აი მაშინ ძალიან აღშფოთებული ნიკა სახლიდან გავიდა. და ტაქსიდან ტაქსში რო ჩაჯდა, როგორც თვითონ ყვება, მე ეს არ ვიცი და მე უფრო გავირკე, აი ტაქსში მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ვიღაცეები ჩაუხდნენ ამ მანქანაში. და
წაიყვანეს, აქ 115 საჯარო სკოლა არის, იქ სადღაც ჩიხში და იქამდე, ესე იგი დაიძრა მანქანა მაინც ყვიროდნენ დაძარი მანქანა დაძარი, გვიანი კი იყო, მაგრამ და მე იქიდან სხვა მანქანაში გადაიყვანეს. და ასე აღმოჩნდა სოფელი გლდანის ერთ-ერთი ქუჩა ეხლა სწორედ ვართაგვას თუ რაღაც ესეთი არ მახსოვს, არც უნდა მახსოვდეს, ვითომ იქ დააკავეს, მე როგორც საქმეში აღმოჩნდა და სინამდვილეში მოიტაცეს აქედან. ამასობაში ამბავი რო ატყდა უკვე ტელევიზიითაც ამბავი რო ატყდა, ამასობაში დამეკავშირდა კიდევაც გვარი და სახელი არ მახსოვს ერთ-ერთი გამომძიებელი და მეუბნება რომ თქვენი შვილი დაგავებულია და რას ედავებიან მეთქი და ნარკოტიკების შეძენა შენახეთ. თქვენ ხო არ გააფრინეთ მეთქი, აი ისე მახსოვს, აი პირველი რაც იყო, თქვენ ხო არ გააფრინეთ, სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ მეთქი რა, სად ნიკა და სად აი ნუ არ ვიცი. პოლონეთში ვიყავი, 4 წელი ვცხოვრობდი პოლონეთში. ეს ამბავი იყო ის მომენტი, რომ ალბათ ის ნიშანი, რომ всё, ან მეტი ვერ წავალს ვეღარ იტყვი და უნდა ადგილად წახვიდე და ან პირველივე ახლო ფრენა რაც იყო, პირველივე ბილეთი შევიძინე და მაშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ამ დროს წამოვედი, მე მარგი არაფერი არ წამომეღია, მარტო საქართველოს და ევროკავშირის დროშა ჩავდე ჩანთაში და ჩემი ერთადერთი ნივთი რაც ჩამოვიტანე, იქიდან იყო ეგ, რომ ის დროშა ჩემი ქვეყნის და ევროკავშირის ჩამოვიტანე იქიდან, სადაც გვინდა რომ ვიყოთ, ისი წევრებიც გვინდა რომ ვიყოთ და ჩემთვის ეგეც სიმბოლური იყო, რომ ვიცოდი, რომ მოვდიოდი იმ რაღაცა ბრძოლის ველზე, სადაც იდეა, აზრი თუ მიზანი გვაქვს ყველას ერთი და იმიტომ რაღაცა პრინციპული ამბავი იყო ეგეც, რომ ჩემ ბარგში არ ყოფილიყო მეტი არაფერი, მარტო დროშები ყოფილიყო. მე როცა გავიაზრე, როგორც ხვები, ასევე ჩემი შვილი რატო იყო აყვანილი, რისთვის იყო აყვანილი. აი ეს მე უკვე გადავლახე, ეს გადავლახე, თორე მორალურად მართლა ისეთი კვირა მე ვიყავი განადგურებული, რომ ამისთვის ვისწავლე, ამისთვის ვზარდე, ამისთვის აი ეს ბრალდება სხვის თვალში, ვაიმე ნარკოტიკი, ანუ რას ნიშნავს? არ კლავ, მაგრამ სიკვდილს ყიდი, ნარკობარიგა გამოიყვანეს, ეს იყო ჩემთვის აი მართლა გამანადგურებელი, მაგრამ ვერ მოახერხეს მართლა განადგურება ჩემი. არც გავჩერდები, ვიბრძოლე ბოლო ამოსუნთქვამდე. ნიკა ციხი შიგნით, მე და ჩემი უმცროსი შვილი ციხის გარეთ. სირკიც არ არის, ეს არის სქემი, რომელიც უბრალოდ ხარს, ყველა ვინც მასამართლე, ყველა ხელს უწყობ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხარ არალეგიტიმურები, ხარ დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევ შენიშნას, არაუძლებელი არ მაქვს, ერთადერთი ვარი მაქვს, ვიყო მართალი, უცხელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი თავის სიყვარული და მათ შორის ამ სიყვარული დავიცვა ჩემი თავის. ეს ბიჭები რო ვერ გატეხეს, ვფიქრობ მაგაზე უფრო კიდე ნერვები ეშლებათ, იმიტომ რომ გათვლა იყო ეგ, რომ ესეთი ადამიანები თუ გავტეხეთ და რაღაცა თავი ჩავახლებინეთ ცოტა დაბლა და თუნდაც რაღაც ვაღიარებინეთ, ალბათ იყო ეგ გათვლა, მაგრამ ვერ გააკეთეს. მართალი რომ არ იყო, მსგავსი შემართება არ გექნება. არც მაგდენი კითხვის დასმის სურვილი გაგიჩნდება და მართლა გამოიყენებ ალბათ დუმილის უფლებას, ხო? ეს ადამიანები იქაც თავისი შოუ აქვს. ერთ ჩემს ძმას ეგრევე ვიტყვი, მიდი ნიკუშ, მეთქი შენი დღე არის, სულ ეგრე ვამხნევებ ხოლმე, რომ რაღაცა ველოდები მორიგ შოუს და თვითონაც ერთობა ამ პროცესით ერთობა, რადგან იცის რომ მართალია, იცის რომ სანერვიულო არ აქვს და მაქედან გამომდინარე იცის რომ უვადოდ ციხეში ვერავინ ვერ გამოგეტავს. ზუსტად ეს არის ამ ცხოვრების ამალობება და არის ამალობების გასარი, რის გამოც მე ახსენებ. შესაბამისად, ერთი დანაშაული არ არსებობს, რომელიც გამტკიცს და ვიხვეწები ადამიანებმა დაიწყოს გამოძიება. და გამოძიება რო არ იწყება, იქვე არის უკვე პასუხები. ამდენი საოცარი ადამიანის გაცნობა და
ასე ერთ მუშტად შეკრა და ნიკაც როცა რეკავს აიხედა პოზიტიური კუთხით შეხედე ამ ამბავს რამდენმა საოცარმა ადამიანმაო გაიცანით ერთმანეთიო შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გასულიყო რომ ჩვენ ერთმანეთიო თქვენ და ჩვენ ახლა აქ შორიდან ვიცნობთ ზოგთან ზოგს კი ვიცნობდიო მაგრამ ბევრს ხო არ იცნობს იქ ახლა ვინც არის სინდისის პატიმარი და მე მინდა ვთქვა მართლა საოცარი ხალხი რა ვიცი ეს ბიჭები ჯერ მარგალიტებით ამოარჩიეს და ოჯახის წევრებიც მე ვაპროტესტებ როცა იტყვიან მშობლები არა ვართ იქ მარტო მშობლები წარმოდგენილები იქ ვართ ოჯახის წევრები დედები, ძმები, დები, მეუღლეები, საოცარი მეუღლეები არანაკლებ დედებს ტოლს არ გვიდებენ, რაზეა საუბარი, ეს საოცარი ხალხია. იცით როგორ არის? ერთხელ გითხრა ნიკა შენ კუროძე ხო არ გონია თავი მეთქი. აი იმდენად მხნედარი რომ აი გამარჯვება გარდაუვალია. აი ასეთი მიდგომა აქვს და მეც ახლა ის რომ მხნედარი მეც მხნედა ვარ და ვამბობ არ ვიცი ახლა რამდენი დამრჩენია და რამდენი დამრჩენია და არ მგონია ეს ბიჭები დიდხანს იყვნენ იქ. ტყუილად არ ვიბრძვით. სამართალი ურმი დადისო, მაგრამ ხო დადის. მოვა ეს სამართალიც და ბოლოს მაინც არ გავჩერდები, იმიტომ რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც აი ბინძურ საქმიანობაშია ჩართული, რომელი რგოლიც არ უნდა იყოს. რაღაცა ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელსაც ვერაფერს ვერ დაუშავენ და პირველ რიგში ბიჭება არ მინდა რომ რომელიმეზე ან ინერვიულონ, ან რამე განიცადონ, ერთად ვართ, ხნედვართ, რო გითხრა ხვალ დამთავრდება, მაგანწყობით არა ვარ, იმიტომ რომ მარტო ბიძინა ივანიშვილს არ ვებძვით და მარტო კობახიძეს და კალაძეებს არ ვებძვით. რეალურად რუსეთს ვებძვით და ეს მარტივი რო არ არის, მაგას ვიაზრებთ. იმიტომ დგავარ იქ რუსთაველზე და არ ვაკლდები, სადაც შემიძლია ბოლო დროს ცოტა ფიზიკურად გამიჭირდა, მაგრამ იქ ვდგავარ, სადაც ჩემი შვილი უნდა მყარიყო და ვიდგები. ეს აუცილებლად ასე იქნება. ზუსტად იქამდე ვიბრძოლებ, სადამდე საჭირო იქნება და ეს საჭირო არის გამარჯვებამდე და მინდა რომ ხნედიყვნენ რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თავს ზემოთაც ავხდებით, ყველაფერს გავაკეთებთ და მალე შევხვდებით ბიჭებო, ამის ბჯერა.